მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა პრეს რევიუ, მე და გია ბურჯენაძე ვართ. დღეს თქვენი გადაცემის მასპინძლები და რა თქმა უნდა, ალბათ პირველ და ყველაზე მთავარ ნიუსს მინდა გახაროთ, რომ აი ეს მთავრობა იძულებული გახდა გადამდგარიყო და მე გია საინამ ამ თემას გავშლიდეთ, მანამდე ძალიან ისეთი ხატოვანი პარალელი გამახსენდა ამ მთავრობის შედარებისა. სანამ ხატოვან შედარებას გავაკეთებთ, მანამდე კიდევ ერთხელ ულოცავ ჩვენ ტელემაყურებელს იმას, რომ ეს მთავრობა გადადგა. ანუ დღეს ამას იქით შეიძლება ნაკლები ზარალი ნახოს ჩვენმა ქვეყანამ და ნაკლები პრობლემა. აღიარება რომ მთავრობა არ იყო ისეთი კარგი ძნელი. ანუ აღმოჩნდა რომ ჩვენ ძალიან მართალს ვსაუბრობდით, რომ გვემტერებოდნენ ძალიან სერიოზულად თვითონ ეს პოლიტიკური წრეები, მათთან რაღაც მინათესავებული მასმედია და ასე შემდეგ. თუმცა კი მე ხატოვანი შედარება მინდა გავაკეთო. გამომდინარე იმ ფაქტებიდან, რა ფაქტებსაც ადგილი ჰქონდა აი ამ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, მე გამახსენდა ესეთი ზვიგენის ჯიში, რომელსაც ქვია გალანოსი. ის არის პატარა, ზომით არ არის დიდი და გიგანტური, მაგრამ მას აქვს ესეთი განსაკუთრებული თვისება, რომელიც გამოარჩევს ზვიგენთა მრავალ ათასეულ ჯიშში ყველაზე დიდი სისასტიკით. გალანოს აქვს ესეთი თვისება, თუ კი მისი საკუთარივე სხეული დაზიანდება და ის საკუთარი სისხლსაც იგრძნობს, ის იწყებს საკუთარი სხეულის ჭამას. ეხლა რატომ შევადარე ეს ხელისუფლება გალანოს? ის რა თქმა უნდა, ესეთი სასტიკი და კანიბალი არ არის, მაგრამ მან ვერაფრით ვერ თქვა უარი ზუსტად საკუთარ ქცევაზე, იმ ქცევაზე, რომელმაც ის პოლიტიკურ პენსიაში წაიყვანა და პოლიტიკურ მოუსავლეთში წაიყვანა. ამიტომაც ძალიან რთული აღმოჩნდა მათთვის უარი ეთქვათ ფუფუნებაზე, უარი ეთქვათ საკუთარი ნათესაობის კეთილმოწყობაზე, უარი ეთქვათ უპასუხისმგებლობაზე, უარი ეთქვათ აღებული ვალდებულობის ვერ განხორციელებაზე და რაც თავარია, უარი ეთქვათ სააკაშვილის მიერ შექმნილ პოლიტიკურ ეკონომიკურ სისტემაზე, რომელიც იყო მათი კეთილდღეობის გარანტორი. ეს სისტემა, როგორც ჩვენ ადრე აღვნიშნეთ, არაერთხელ არის არასიცოცხლესუნარიანი, მას შეუძლია მოქმედება და ოპერირება მხოლოდ იძულებით, ანუ ძალადობრივ სახელმწიფო სისტემაში. სფეროში. ნორმალურ სახელმწიფოში მსგავსი სისტემა ვერ ფუნქციონირებს. ხო, აი ეს იყო ალბათ ის მთავარი პრობლემა, რაც არ ესმოდა, უბრალოდ ძალიან კარგად ესმოდა. ამ ხელისუფლებას, მაგრამ არ უნდოდა ამის აღიარება. ანუ საკუთარ უნიათობას ის პასუხობდა, ან საზოგადოებრივ პროტესტს ის პასუხობდა აბსოლუტური იგნორით. დაყრუებით, მოტყუებით, ყველაზე ცუდი, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებდა, ზოგჯერ ხელისუფლებას ჩვევია, ყველა ხელისუფლებას ჩვევია იგნორირება საზოგადოებრივი პრობლემებისა. ხო, ზოგჯერ თვალის დახოჭვაც, მაგრამ აი ტყვილი, როდესაც ძვინვარებდა უკვე სოციალური კრიზისი და ეკონომიკური კრიზისი საქართველოში, აი ეს ტყვილი არის ყველაზე გამაღიზიანებელი ალბათ ჩვენი მოსახლეობისთვის, რომლის უფლებასაც თავს აძლევდნენ. გუშინ მოვისმინე უყურე უბრალოდ მაგარ გადაცემას 2030 და დაიწყო ბანკების წარმატებული კვარტალი, წარმატებული წელიწადი, უზარმაზარი მოგებები და ახლა ავიღე და გამორთეთ ელემენტარულად ხوار შეიძლება ყველაფერი გადაყლაპო, ყველა საჭმელი არ იჭმება ელემენტარულად. როგორც ყველაფერი არ იჭმება, როგორც ამბობენ, ხო? მე ამ ბანკებთან დაკავშირებით მინდა ჩვენს ტელემაყურებელს უთხრა ესეთი ეკონომიკური სივრცის თავისუფალი ბაზრის ერთ-ერთი კიდევ აქსიომა, ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ბევრ აქსიომაზე, რომელიც აუცილებელი პირობაა თავისუფალი ბაზრის განვითარებისთვის. საბანკო სექტორის წარმატება თუ კი მოიაზრება შეჯამება, აი, როდესაც აჯამებენ კვარტალურად, რომელი ბიზნეს სექტორი იყო წარმატებული. საბანკო სექტორს აქვს თავისი სპეციფიკა. საბანკო სექტორი თუ კი წარმატებულია მხოლოდ და მხოლოდ თვითონ და სხვა ბიზნეს სექტორები ამ შემთხვევაში განიცდიან სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემას, ეს იმას ნიშნავს, რომ საბანკო პოლიტიკა იმ ქვეყანაში არის დანაშაულებრივი და ხელს არ უწყობს ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას, რაც უპირველესი დანიშნულებაა საბანკო სექტორის ნებისმიერ ქვეყანაში. და რაზე გამეცინა, იცით ბატონებო, ეს ხო ყველაფერი წერია, შემდეგ რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ მარჟა, რომლითაც ოპერირებს დღეს ბანკები, არის ფაქტობრივად დანაშაულებრივი. ეს ყველაფერი არის კარტელური შეთანხმების შედეგი. რამე თუ არ შეიძლება ჩვენ აბარებდე ელემენტარულად 5-6%-იან
ზღვარზე, მაგრამ იღებდეს ბანკის შემოსავალს უკვე შენი ჩაბარებული ფული და 15-16%-აზე. ხო 9-10% არ შეიძლება იყოს სხვაობა. ეს ხო ელემენტარულია. ეს არის დიდი სპეკულაცია, მაგრამ საბანკო თემაზე ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ეკონომიკის ექსპერტები, ძალიან სერიოზული პროფესიონალი, რომლებთან ერთად ჩვენ მომდევნო გადაცემებში აუცილებლად ვისაუბრებთ და როგორც ხელისუფლებას ჩვენ აი ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში დავანახეთ საკუთარი თავი და მას მეტი ადგილი აღარ დაუტოვეთ, გარდა იმისა, რომ ის უნდა წასულიყო, სწორედ ესე დავანახებთ ჩვენ საბანკო სექტორს საკუთარ თავს, მათ და უფრო ყველაზე მთავარი რა არის, თქვენ დაგანახებთ, რომ რეალურად შეხედოთ ფაქტებს და ის პარადიგმა, ის ყველაზე საძაგელი და ამორალური პარადიგმა, როდესაც ბანკები მათ მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები და PR სამსახურები უმტკიცებენ საქართველოს მოსახლეობას, რომ ამაზე კარგი საბანკო სექტორი მსოფლიოში არსად და ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ეს არის სრული სიცრუე. ნებისმიერი თქვენთაგანი, რომელსაც უმრავლესობას ალბათ ჩვენი ტელემაყურებლისა ყავს ნათესავი მეზობელი ახლობელი, რომელიც ცხოვრობს ცივილიზებულ სამყაროში, ხო? ან არალეგალურად, ან ლეგალურად, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ნებისმიერი მათგანისგან მოიპოვეთ ინფორმაცია, როგორ ოპერირებს დასავლურ ცივილიზებულ სამყაროში საბანკო სექტორი, როგორ არის ის მოწადინებული, როგორმე მაქსიმალურად ხელი შეუწყოს იგივე არამხოლოდ ბიზნეს, მცირე საშუალოსა და მსხვილს, არამედ მოქალაქეს, რომ მან ეკონომიკური კეთილდღეობა იგრძნოს იმ ქვეყანაში არსებული. ხო, ეს იქნება სამომხმარებლო კრედიტები, ეს იქნება მორტგეიჯები, როდესაც უძრავქონებას ყიდულობენ და ასე შემდეგ. ხო, ეს არის, მაგრამ საქართველოში რა ხდება? საბანკო სექტორი მოტივირებულია მხოლოდ და მხოლოდ სწრაფ მოგებაზე, როგორც აი ერთი მაგალითი მახსენდება, ალბათ მე გუშინ წინ მოვიყვანე ეს მაგალითი 20-იანი წლების მაფიოზური დაჯგუფებების შეერთებულ შტატებში, სიცილიური მაფიის ესეთი შეთავაზება ხოლმე კაბალურ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ ის ბიზნეს ჯგუფები, რომლების კონტროლიც მათ ჭირდებოდათ. და ეუბნეოდნენ, შენ ფინანსური პრობლემა გაქვს? კი ბატონო, მე შენ მთელ თანხას ფინანსური პრობლემისა დაგიფარავ ეხლა, შენ ბიზნესს გადაგირჩენ, ოღონდ შენ თითო დოლარიდან უნდა მომცე 20-25 ცენტი და ასე შემდეგ, ხო? აი ასე ანუ განგსტერულად ოპერირებს საქართველოში საბანკო სექტორი და ყველაზე მთავარი, ესეც არ არის პრობლემა. ესეთ ამის უფლებაც არ ექნებოდა გახსნილი რო იყოს ჩვენი საბანკო ბაზარი საქართველოსი და საშუალება და ინტერესი რო გქონდეთ უცხოურ ბანკებს საქართველოში ოპერირებისა და მათ საკუთარი დამოუკიდებელი საბანკო პოლიტიკის წარმოებისა საქართველოში, ხო? იმიტომ რომ გამორიცხულ, მაგრამ აქ როდესაც ეს კარტელი, ჯერ თვითონ ეს საბანკო კარტელი, ხო თავის თავში არის და მონოპოლისტია, მაგრამ ყველაზე მთავარი კარტელიც არ იქნებოდა პრობლემა. ყველაზე მთავარი პრობლემა არის, რომ ეს თან კარტელი, თან ოლიგოპოლიური ბიზნესია, ანუ შერწყმულია ხელისუფლებასთან და მისთვის სულ ერთია აბსოლუტურად ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში. ის ყველა ხელისუფალთან დაწყებული შევარდნაძით გაგრძელებული სააკაშვილი და გამოგრძელებული უკვე დღეს ვინ არის მთავრობაში უკვე აღარ ვიცით, ხო? აი ამ ტიპებით ვინც დღეს გუშინ დღესდილას გადადგნენ უბრალოდ მათთან საერთო ენა გამონახა ამ საბანკო სექტორმა, დახურა მთლიანად საბანკო ბაზის სივრცე, რომ არ შემოვიდეს დაუშვათ ბრიტანული ბანკი, ფრანგული ბანკი, გერმანული ბანკი და ოღონდ ყველაზე მთავარი რა არის, თუ კი რომელიმე შემოდის, მას უმკაცრეს პირობებს უყენებენ, რომ ამ თამაშის წესებს დაემორჩილოს, თორემ მას გაუსაზრდელ მდგომარეობაში არც ერთი პატიოსანი საერთაშორისო ორგანიზაცია, საბანკო სტრუქტურა, ფინანსური სტრუქტურა ასეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოში არ დაიწყებს ოპერირებას და ის გავა. როდესაც ქვეყანაში ელემენტარულად არ არსებობს საინვესტიციო ფონდები და საინვესტიციო ბანკები, უკვე ეს ნიშნავს თუ რა სამყაროში ცხოვრობ და სად გვიხდება ჩვენ ყოფნა, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ რატომღაც ეს არ იცის. მაგრამ იცოდა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ეს. და ერთი რამ მაკვირვებს კიდევ, რომ ეს ხელისუფლება, როგორც არც ერთი სხვა ხელისუფლება, ისე იყო დამყარებული ქართული საზოგადოების კეთილგანწყობაზე. პირადად ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ რომ მას ექნებოდა საფრთხე, მას ექნება საფრთხე, მაგრამ მან რატომღაც ქართული ხო, რეიტინგს არა მარტო პირად პოლიტიკურ არსებობასაც ძალიან სერიოზულად ეხება აქ სიტუაცია, მაგრამ რატომღაც მან გადაწყვიტა მოემსახუროს რამდენიმე ოლიგარქიულ დაჯგუფებას, რაღაც ვიწრო წრეებს, მაგრამ ქართველი ხალხი, მისი ამორჩეველი, მისი მხარდამჭერი ამ შემთხვევაში აღმოჩნდეს თამაშ გარეთ. აი ეს არის პრობლემა და ეს არის კითხვა, რომელიც არაერთხელ დავსვით ჩვენ ამ ეთერში, რადიო ეთერშიც და რომელზეც პასუხი არ აგვაქვს.
ხო და აი რაც შეეხება თვითონ ამ დამოკიდებულებას ჩვენ დღეს დილას ჩვენს რადიო გადაცემაში 107.9-ზე ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით და ვთქვით აი ესეთი მაგალითი მოვიყვანეთ მეორე ხატოვანი მაგალითი, როდესაც სასტორის პინაზე ერთ პინაზე იდო ბიძინაშვილის ფავორიტებიდან დავუშვათ რამდენიმე ათეული ადამიანის ინტერესი, პოლიტიკური, მატერიალური ბიზნეს და ასე შემდეგ. ეს არის თამაზაშვილის თუ ღარიბაშვილის ინტერესთა ჯგუფები, კახური კლანი, როგორც ამას დღეს მედია მოიხსენიებს, კიდე სხვანი და სხვანი, ანუ მისი მსახურთაწრე მეორე მხარეს სასტორის პინაზე იდო 3.400.000 ადამიანის ინტერესი, 4.400.000 ადამიანის ინტერესი, სურვილი და მათი კეთილდღეობა. როგორ ფიქრობთ, ხო, ნებისმიერი ფიზიკის კანონი არის, რომ ეს 4.400.000-იანი პინა წესით პინას უნდა გადაეძავა, ხო? ეს არის ელემენტარულად ფიზიკის კანონებს რომ თავი დავანებოთ, მორალური კანონიც აქედან გამომდინარეობს, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში აღმოჩნდა უპირატესი ინტერესი იმ რამდენიმე ათეული ავანტიურისტის დაკმაყოფილება მატერიალურად, თან ამ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე, რაც ყველაზე მთავარი არა საკუთარი ჯიბიდან, საკუთარი 7 მილიარდიდან კი არა, ჩვენს მიერ სათითაოდ შეკოწიწებული რამდენიმე მილიარდი ლარიდან მოხდა ამ ადამიანების კეთილდღეობა. აი ეს არის აშკარად წარმოებული დანაშაულებრივი როგორც ფინანსური, ისე ფისკალური პოლიტიკა. აშკარად რომ ყველა ბავშვმაც უნდა იცოდეს პირველი კურსის მოსწავლემ უნივერსიტეტის თუ რა ქვეყნებში და როგორ კეთდება ეს, მაგრამ არა, ის გვეუბნებოდა რომ წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა მიდის ქვეყანაში, წარმატებული საფინანსო პოლიტიკა ტარდება და თქვენ ვიხართ რომ ამას აკრიტიკებთ, კრიტიკის უფლება არა, მაგრამ დღეს რა გაკეთდა? დღეს პირდაპირ არის თქვა ელემენტარულად რომ მთავრობა არის შესული ასე ვთქვათ კრიზისში და ეს კრიზისი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს უკვე საერთო საბადებელი აღარ რჩება, გაღატაკება დაიწყო მოსახლეობის 2.30 ზემოთ უკვე გადაცდენა ამ დოლარის კურსის ნიშნავს პირდაპირ ყველაზე მთავარი სოციალური სივრცის დომა შეუწყო ხელი, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი. მცირე და საშუალო ბიზნესის მეპატრონე ადამიანები ქმნიან ნებისმიერ ქვეყანაში დამერწმუნეთ ნებისმიერ ქვეყანაში იმ ქვეყნის სიძლიერის ხერხემალს. არა ივანე მერაბიშვილი, არა გომელაური, არა ღარიბაშვილი, არა მავანი და მავანი, არამედ აი ეს სოციალური ფენა არის აღიარებული უკვე სამეცნიერო კვლევებში, როდესაც პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე არის საუბარი, თავისუფალ სამყაროში, როდესაც სახელმწიფოებრივი განვითარების შესახებ სამეცნიერო ნაშრომებია დადებული, აპრიორში უპირველესი აქსიომატური ესეთი დებულება, თუ კი გინდა რომ იყოს სახელმწიფო ძლიერი, უნდა იყოს მასში ძლიერი საშუალო ფენა, ბიურგერები, დამოუკიდებელ ადამიანთა რაოდენობა უნდა იყოს ძალიან ბევრი, თვითკმარ, მატერიალურად თვითკმარ ადამიანთა რაოდენობა. ეხლა რა ხდება, როდესაც აი ეს მყიფე ჩვენი საზოგადოება, რომელმაც გაუძლო სამოქალაქო ომს, მერე შევარდნაძის კორუფციას, მერე ტირანიას მიხეილ სააკაშვილის და მივიღეთ ქაოსი, საშინელი ქაოსი, რამდენიმე ხარბი ადამიანის მიერ, ამ ადამიანთა მიერ ნაგროვები, ბიუჯეტის ჭამა და თქლეფა და მივიღეთ რა რომ ეს საშუალო ფენა, აი ეს ძალიან მყიფე საშუალო ფენა დღეს არის სიკვდილის პირას, იმიტომ რომ როდესაც მაღაზიის მეპატრონე, პატარა საცხობის მეპატრონე, პატარა საკონდიტროს მეპატრონე, პატარა მეწაღე რაღაცა ფეხსაცმლის სამკერვალოს მეპატრონე და ასე შემდეგ ის ხურავს თავის წარმოებას. ეს ნიშნავს რომ სახელმწიფოს ეზრდება მეტი სოციალური ვალდებულება და აკლდება შემოსავლები ბიუჯეტში. ხო, აი ეს მივიღეთ ჩვენ, იმიტომ რომ ვინმე ჯანყარაშვილი უნდა გამდიდრებულიყო ბატონებო, რაც ყველაზე საძაგლობაა, ხო? ერთი ადამიანი და მისი ნათესავები უნდა გამდიდრებულიყვნენ. იგივე ვინც კარგად სპეკულირებდა ბიძინა ივანიშვილის სახელით. ეს ვინც კარგად აღმოაჩინა საკუთარ თავში ყველაზე ცუდი ნიჭი, მლიქვნელობის ნიჭი. ეს ადამიანები უნდა გამდიდრებულიყვნენ ვის ხარჯზე? აი ამ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის ხარჯზე, ხო? რომელთაც სახელმწიფოსგან არაფერი ჭირდებოდათ, საერთოდ პირიქით ისინი სახელმწიფოს გადასახადს უხდიდნენ, რომ სახელმწიფოს მერე სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის რაღაცა პირობები შეექმნა, ხო? აი ამ ადამიანების გაღატაკების ხარჯზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ხომ თან ეხლა მე ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ამაზე ვლაპარაკობთ ამდენი თვეა, განუწყვეტლებ. ყოველდღე ჩვენ შევაწუხეთ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი ამაზე ლაპარაკეთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს
ესე მოხდება. აი გია დებდა ფაქტიურად გასაოცარ პროგნოზებს. პირდაპირ ამბობდა ეს რომ ესე გაზაფხულზე მოხდებოდა, ხო ჩვენ შეგვეშალა რამდენიმე კვირიდან ერთ თვემდე. ჩვენ ვარაუდობთ ამას მარტის დასასრულს და აპრილის დასაწყისში, ეს მოხდა აპრილის დასასრულს და მაისის დასაწყისში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვხედავდით ხომ რომ არაფერი იცვლება ამის აი ამ სიტუაციის შესაძლებლად არაფერი კეთდება აბსოლუტურად ყველაფერი მიდის ესე მდორედ და ამ ადამიანებს ჩვენ რო დიაგნოზი დაუშვით გია რამდენიმე თვის წინ მე მგონი წინა საახალწლოდ რო თქვით რომ ჩინოვნიკი ზის საوارძელში დადის 160,000-იანი მანქანი და ის თulis რომ ყველაფერი თავისით გაკეთდება ყველაფერი კარგად არის ხო აი როდესაც ყველაფერი თავისით გაკეთდება ტიპები აი ოპერირებდნენ და ფაქტიურად სახელმწიფო მანქანა იყო ქმედი თუ უნარო ან თუ მოქმედებდა მხოლოდ და მხოლოდ ფულის აღებაზე მოქმედებდა ბიუჯეტიდან ხო ამან ეს შედეგი დადო ეხლა გასაგებია რომ მოგილოცეთ და მართლა დღევანდელი დღე მართლაც გასახარია რომ აი ეს კოჰორტა მე ვიტყოდი მე პირადად ალბათ გეა პროკურორი რომ ვიყო ან რაღაცა ესეთი საგამოძიებო რაღაცა სტრუქტურის მე ამ ადამიანების წინააღმდეგ დღეს უკვე დავიწყებდი საგამოძიებო პროცედურებს ყველა მინისტრის პასუხისგებლობის საკითხს დავაყენებდი აუცილებლად ამ თემაზე ამ ეკონომიკურ კრიზისზე და აი ამ კოლაფსზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი. როგორც მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ხალხს დახოცავდნენ, დაარვე ტელევიზიას, წაართმევდნენ ვიღაცას, შვილს მოუკლავდნენ, გაუპატიმ და დამნაშავე არ არსებობდა. ხო, აი ეს დღემდე ეს ტალღა მოდის, ეს ინერცია, ხო? ბატონებო, თქვენ ერთ-ერთი მიზეზი თქვენი დაპირისპირების სააკაშვილის ხელისუფლებასთან რა იყო? რომ მან წვრილი და საშუალო ბიზნესის გარდა მსხვილი ბიზნესმენებიც გაძარცვა, ხო? ადამიანები ითხოვდნენ თავის საკუთრების დაბრუნებას და ეს კარგია, მაგრამ დღეს ჩვენ რა მივიღეთ? 1 მილიარდი დოლარი ვალუტაში ფაქტობრივად ფინანსთა მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა ამ საბანკო სექტორთან ერთად მოკპარა ბიუჯეტი და რამე თუ 8,500,000 და მეტი რა 8,500,000 და მეტი 500 მილიონი მაპატიეთ რომ გადაიყვანო ჩვეულებრივად ჩვენთვის იმხელა ციფრია რომ ბევრ შემთხვევაში გვეშლება რომ გადაიყვანო ელემენტარულად მაშინდელი კურსით ეს იყო 5 მილიარდ დოლარი ხო დაახლოებით და დღევანდელი კურსით რომ გადაიყვანოთ ეს არის 4 მილიარდზე ნაკლებია 4 მილიარდზე ნაკლები გამოვა ანუ 1 მილიარდი დოლარი თქვენი ჯიბეებიდან ჩემო კარგებო ჩვენი პენსიონერები ჩვენი მოქალაქეები ჯიბიდან ამოიღო ვინ უნდა დაფაროს ეს ფული ისევ ჩვენი ჯიბიდან ანუ რა არის ხელისუფლება მეუბნება რომ მე სამართლიანობას აღვადგენ და ამ დროს ცალი ხელი ჩვენ ჯიბეში აქვს ჩაყოფილი მას შექმნილი აქვს და მოგპარა ზუსტად იმდენი რამდენსაც ვყარავდა მიხეილ სააკაშვილი ხო აი ხა რო ავიღოთ ეს 2 წელიწადი 2 წელიწადში ამ ხელისუფლებამ მოახერხა ის რომ ჩვენი სიკეთე, საერთო სიკეთე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი ქვია, შეამცირა 1 მილიარდი დოლარით. ხო, იმიტომ რომ ხა მაკულატურით შევსებული ბიუჯეტი არაფერს ნიშნავს, თუ კი მის ეკვივალენტი იმ მილიარდ დოლარებში არ გამოისახა, რაზეც ჩვენ გვაქვს კეთილდღეობის რაღაცა სტანდარტი, ხო და დაწესებული, რა 100 დოლარი რამდენი ლარია და ამით რამდენი აისახა პენსიონერზე, აისახა მასწავლებელზე, აისახა ნებისმიერ ადამიანზე და ჯიბიდან თქვენ გიწევთ ჯერჯერობით 20%-ის მეტის გადახდა. ხვალ მოგიწევთ 30-ზე, 40-ზე. ეს იქნება როგორც წესი, ასე წავა, ვერ გაჩერდება. ადამიანები, რომლებიც ასე ოპერირებენ პოლიტიკურ სივრცეში, ეკონომიკურ სივრცეში, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არიან განწყობილი მხოლოდ ერთი მიმართულებით, რა გააფუჭონ. იმიტომ რომ გაკეთება ელემენტად არ შეუძლიათ, არც სურვილი არ აქვს და სურვილიც რომ გქონდეთ, უკვე ცოდნა და კომპეტენცია არ ყოფნის. ეს არის ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს ტელემაყურებელს ერთი ძალიან პარალელი ერთი რუსული ხალხური ზღაპრიდან ჩვენ ამას ვეუბნეოდით თვეების განმავლობაში ხელისუფალს აი ესე ამ ტონში ზოგჯერ გაბრაზებულები ზოგჯერ დაყვავებით მაგრამ აი ამას ამ რეალობას ვეუბნეოდით როგორც ალიონუშკა ეუბნეოდა ნიპე ივანუშკა კაზლიონეჩკამ სტანიში იანი სტალი კაზლამი და ძალიან ცუდია ეს ხო არ შეიძლებოდა ამიტომ რაღაცნაირად აი მე სხვათა შორის თუ გახსოვთ ალბათ ვით ჩვენი რადიო მსმენელი ეხა ჩვენი ტელემაყურებლებიდან მას ძალიან კარგად ეხსომებათ როდესაც ჩვენ ვეუბნეოდით თვითონ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენთვის გასაგებია რომ მე სუბიექტურად და პირად ურთიერთობაში ვერ ვარ დაალაგებული კარგად პიროვნულად ირაკლი ღარიბაშვილთან მაგრამ ამ დრო პიროვნული ფაქტორი საერთოდ მე 1000 ხარისხოვანია ხო მე მას გულახდილად მეგობრულად ურჩევდი პირდაპირ ეთერში ყოველთვის რომ
ვიყავი გულახდილი შენს ბრიფინგზე, შენს პრესკონფერენციაზე, რომელსაც საზოგადოებისთვის ატარებ, ხო? და თქვი გულახდილად რა პრობლემა გაქვს. თხოვე საზოგადოებას მხარდაჭერა და საზოგადოება ჩვენ ისეთი გულჩვილი, ჩვენ ისეთი მართლაც კეთილშობილი მოსახლეობა ვართ საქართველოსი, მომთმენი და ტოლერანტი. და ოღონდ ეს მართალია, ეს არ არის გაბერილი და გამუქებული. ესეთი ხალხი ვართ მართლა ჩვენ ამ ქვეყანაში ეროვნების და რელიგიის და ყველაფრის მიუხედავად, ყველა ერთად ვართ ესეთი. ხო, ჩვენ გაუგებდით ირაკლი ხარი. ქართული საზოგადოება ელოდებოდა კარგ მოქცევას, კარგი მაგაცურად ვთხოვდით, ხო რომ ჩვენი მეგობარი იყავი. აი, ვიცით რომ არის პრობლემა, ოღონდ შენ თქვი რომ არის პრობლემა და ჩვენ გვერდში დაგიდგებით. ოღონდ მე ამას მარტო მე და გია ბურჯანაძეზე კი არ ვამბობ. ეს იგულისხმებდა რომ მთელი ქართული საზოგადოება, მას საქართველოს მოსახლეობა გვერდში დაუდგებოდა. ერთად გადავჭრიდით ამ პრობლემას. მაგრამ მან არჩია რა? ნათესავი ხო მისთვის რელიგიის ხარისხში იყო აყვანილი. მე მახსოვს საპარლამენტო კითხვას დავსვი, ვინ არის საქართველოს ნამდვილი პრემიერ-მინისტრი, ვინ ნიშნავს თანამდებობებზე ამ ხალხს? აღმოჩნდა ვინმე თამაზაშვილი, რომელსაც ჩვენ ხმა არ მიგვიცი, არ ვიცით ვინ არის ეს კაცი, ვიცით რომ ყოფილი მილიციონერი იყო. ამიტომ პრემიერ-მინისტრ თამაზაშვილის გადაყენებას ჩვენ მივესალმებით ამ შემთხვევაში. მე ურჩევდი პრეზიდენტს, რომ არავითარ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრ თამაზაშვილის კადრები აღარ დაამტკიცოს და მის და აუცილებლად არ შესთავაზოს პარლამენტს არავითარ შემთხვევაში ამავე დროს შეეცადოს მაქსიმალურად ეს იყოს გამჭვირვალე თავრობა პროფესიონალებით შედგენილი საზოგადოებრივ აზრზე დაფუძნებული და ურთიერთშეთანხმებით აუცილებლად რა ურთიერთშეთანხმების გარეშე დღევანდელ ვითარებაში და აუცილებლად კიდევ ის მთავრობა ვინც იმ საპროგრამო მასალებს რაც მათ აქვთ ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას და საპროგრამო მასალებში მას რა უწერია სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა შრომის უფლებების დაცვა, კარტელების წინააღმდეგ ბრძოლა და მონოპოლიების დაშლა საქართველოს ეს უწერია თუ თქვენ ამას გააკეთებთ ქართული საზოგადოება გვერდზე დაგიდგებათ ბატონო პრეზიდენტო მაგრამ თუ თქვენ ისევ მიცემთ თამაზაშვილის კლანს ხელისუფლებაში მოსვლის ახალ შანსს მაშინ ჩათვალეთო თქვენ იქნებით მათი მეგობარი და საქართველოს ჩვენ ვთხოვოთ საქართველოს პრეზიდენტს რომ მან ესეთივე პრინციპულობა არა მხოლოდ რეზიდენციასთან დაკავშირებით გამოიჩინოს. ეხლა არის დღეს საქართველოსთვის ყველაზე ღირსეული და პრინციპული საკითხი. ეს არის საქართველოს დღეს ჭირდება გადაუდებელი ეს რეანიმაციული მდგომარეობა. პასუხისმგებლიანი მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის მქონე მთავრობა. ძალიან მაღალი ესეთი პასუხისმგებლობის მქონე. ამიტომ აქ იყოს უპრინციპულესი მორჩა კლანურობა, მორჩა ვიღაცისთვის ხათრის გაწევა და ანგარიშის გაწევა, დავინახეთ ჩვენ რომ ხათრით რაღაცების კეთებან პოლიტიკურ პროცესში ცუდის მეტი ჩვენ ქვეყანას არაფერი მოუტანა, ჩვენ გვახსოვს ასევე ავანსების გაცემას მორჩა, დავამთავროთ ავანსების გაცემა. ეს ისეთი ბიჭია რომ ხო, დავამთავროთ ეს პრინციპი, ხო? მიხეილ სააკაშვილი ხელში აყვანილი რომ მოყავდა საქართველოს მოსახლეობას 2013 წლის 23 ნოემბერს, მას გასცა იმხელა ავანსი, რომ სააკაშვილს თავში აუვარდა და გააკეთა ის რაც გააკეთა. უღარ გასცემთ ავანს. პირველი დღიდანვე ჩვენ როდესაც ვამბობდით მაშინ, როდესაც ახალი მოსული იყო ეს მთავრობა უკვე ღარიბაშვილის მთავრობაზე ვსაუბრობ, თუმცა კი არც ივანიშვილის მთავრობამ დააკლო. როდესაც უკვე ხარვეზებზე დავიწყეთ საუბარი, ჩვენ გვეუბნებოდ კი, მაგრამ აცალეთ ამ ხალხს და ეს ვინ გვეუბნებოდა, იცი რომ ვინც 10 წლის კი არა, 20 წლის განმავლობაში ხმა საერთოდ არ ამოუღია არავის, გვეუბნებოდა რომ კი, მაგრამ ეს 10 წელი სად იყო? 10 წელი ბარიკადებზე ვიყავით. წარმატებები, ეგეთი ის მიკვნელური განცხადებები მუდამ. აი შედეგი ის არის ბატონებო, თქვენი ჯიბიდან მილიარდი დოლარი უკვე ამოღებულია, პროცესი გაგრძელდება, ცხოვრების დონე დაიწევს მილიარდი დოლარით გაძვირდება. რა თქმა უნდა 4 უბრალოდ რაშია საქმე თითოეული თქვენგანი ისე ჯერჯერებ წარეთ ვერ გძნობთ, მაგრამ 4,500,000 ადამიანზე რო გადანაწილოთ შედეგებს მიიღებთ. ამ წლის განმავლობაში უკვე ამდენს დაკარგავს თითოეული თქვენ ბავშვიდან დაწყებული მაშინ როდესაც აი ხა ჩვენ საუბრობთ კიდევ ერთი ბლეფი უკვე წარსული ხელისუფლების და ნოდარ ხადურის ეს ადამიანი რომელმაც არის ჩემი ყველაზე მეტი სტრესული განწყობები გამოიწვია ამ წლის განმავლობაში ნოდარ ხადური რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ უტიფრად თუ უბრალოდ 2 კვირის წინ უტიფრად ამტკიცებდა რომ დერგეს ანუ რა კარგია ყველაფერი ჩვენ ეკონომიკურ დერგეს ბრუნვებმა 15%-ით მოიმატა რომ აი ესე და როგორ მიდის ქვეყანა
წინ მიემართება წარმატებისკენ და ჩვენ აი არაპროფესიონალმა ეკონომისტებმა მაშინათვე გაუშიფრეთ დღეს მატება რამ გამოიწვია. დღეს მატება გამოიწვია იმპორტირებულ საქონელზე გაიაფებულმა ლარმა და შესაბამისად დოლართან მიმართებაში ლარის მოცულობა გაიზარდა დღეს გადასახად. მორჩა მეტი არაფერი. და პირიქით პირიქით მე ჩვენ ისიც ვიკითხეთ რატო 15%-ით და არა 25%-ით, იმიტომ რომ მაშინ ლარის დევალვაცია უკვე 25% იყო დოლართან მიმართებაში და ეგეც მოხდება, მაგრამ მე ხო მთავარი მომენტი კიდევ ერთია. მთავარი ჩვენთვის უმთავრესი როგორ მთავრობას როგორ ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო პოლიტიკის წარმმართველ ხელისუფლებას მივიღებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სული ჩავარდნა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ქვეყანა უკვე 2 წელიწად ნახევარია ახალი ხელისუფლების პირობებში ოპერირებს, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებ ქართულ საზოგადოებას, რომ არც ერთი სახელმწიფო და ოფიციალური ვიზიტი არ გამართულა ჩვენთვის. ლუკაშენკოს ჩამოსვლას თუ ლუკაშენკოს ჩამოსვლა ამ შემთხვევაში, გმირობა იყო მისი მხრიდან, მე ასე წარმოვიდგენია. ფრანსუა ოლანდის აეროპორტში დახვედრას თუ არ ჩავდა. არა, მე ვსაუბრობ სხვა ქართული სახელმწიფო წარმოდგენილი დიდ ევროპულ სახელმწიფოებში, ქართული სახელმწიფო წარმოდგენილი წარმმართველ ჩრდილოამერიკულ სახელმწიფოებში. ანუ არც ერთი ასეთი ოფიციალური ვიზიტი არ შემდგარა. განსხვავებით იმისგან თუნდაც რომ გაიხსენეთ სააკაშვილი პირველ დღეს საჩავიდა, მესამე დღეს სადაღმოჩნდა, მეოთხე დღეს სადაღმო, ანუ ხელისუფლებამ ფაქტობრივად ქართული სახელმწიფოს იგნორირება მოახდინა მსოფლიო რუკაზე. რუკაზე ქართული სახელმწიფო აღარ ჩანს მიუხედავად იმისა, რომ მას უჭირავს ძალიან სერიოზული სტრატეგიული მდებარეობა. ის მნიშვნელოვანია როგორც ევროპული სახელმწიფოებისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. გია, მე მინდა ამასთან ერთად დავამატო, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრესტიჟისა და რაღაცა სიამაყის მხოლოდ მიზეზი. ესეთ საგარეო აქტივობას მიზეზ შედეგობრივი კავშირი აქვს პირდაპირთან საგარეო ინვესტიციების მოზიდვასთან. ხო, რამდენადაც პასიურია ჩვენი საგარეო პოლიტიკა, საქართველოს იმიჯის წარმოჩენა და წარდგენა მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე იმდენად დაბალია დასავლური და ზოგადად მსოფლიო კაპიტალის ინტერესი საქართველოში ფინანსების დაბადებისათვის. რაც უფრო ნაკლებია ხელისუფლების აქტივობა, მით უფრო მეტი შანსია, რომ საქართველოს ვერ მიიღოს ვიზა ლიბერალიზაცია. უფრო და უფრო გადაიდოს თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობა ევროკავშირის ქვეყნებთან. რაც მთავარია, ჩვენი ემიგრაცია დარჩეს ისეთივე უსასრულო მდგომარეობაში, რამ მდგომარეობაში დღეს არის. ანუ ჩვენ გვჭირდება საბოლოო ჯამში არა ევროკავშირში შესვლა, არამედ არაერთხელ მithქვია თავისუფალი მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და რაც მთავარია შრომის უფლებები, ჩვენი ემიგრანტების შრომელების უფლებების დაცვა, რომ ისინი არ გამოჩნდნენ სადღაც ჯურგმულებში, რომ მათ შეეძლოთ უკან თავის შვილიშვილების მოსანახულება ქვეყანაში დაბრუნება. თუ არა და სხვა შემთხვევაში ქართული საზოგადოება მცირდება და მთავარი უბედურება რაც არის, ეს არის ჩვენი ერის თანდათანობითი კვდომა, რაც წლების განმავლობაში ბუნებრივია, მაგას კიდევ ერთ ბოლოს დავამატებ. უსაშინლესი განცხადება ეკონომიკის მინისტრის შევახსენებს საზოგადოებას, რომელმაც თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ობამამ შემოთავაზა ქართულ სახელმწიფოს თავისუფალი ვაჭრობა, ანუ პრეფერენციები ამერიკულ ბაზარზე და მოგეხსენებათ, ეს არის ყველაზე უფრო წარმატებული ბაზარი დღეს მსოფლიოში, მსოფლიოს ყველა ქვეყანა მიისწრაფის. აქეთ ის ამბობს, რომ ამას ჩვენ იმიტომ არ ვაკეთებდით, რომ ძალიან რთულია იქ კონგრესთან მუშაობა, იმის გამო რომ კონსერვატულია ეს კონგრესი ჩვენ ვერ დავიწყეთ აქეთკენ ნაბიჯების ეს იმას ნიშნავს, ეს აღიარებაა უკვე იმის, რომ მას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგია ამ მიმართულებით. არც კი უცდია. ანუ მან პერსპექტივა დაუკარგა სულ მცირე 2-3 წლით ქართულ საზოგადოებას. დატოვებთ კიდევ ამ ადამიანებს ხელისუფლებაში, მთავრობაში და დაამტკიცებთ კიდევ თამაზაშვილის მთავრობას. ჩვენ ეს ეკონომიკური და პოლიტიკური იგნორი ფაქტობრივად გაგვიგრძელდება კიდევ ამ ხნის განმავლობაში და ჩათვალეთ, რომ აი გალიიდან ვერასდროს ვერ გამოვალთ. რა გალიაში ჩვენ ფაქტობრივად ვიმყოფებით და დაცილებული ვართ ამ ცივილიზებულ სამყაროში. მოდი კიდევ ერთხელ დავამატებ, ჩვენ პოსტფაქტუმ არ ვსაუბრობთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ხა ვით ჩვენი მსმენელი ხართ და მაყურებელი იცით, რომ ჩვენ ამას პროგნოზირებდით. ახლა რატო ვიმეორებ ამას? ირაკლი ღარიბაშვილს მე ეს უწინასწარმეტყველე
მისი საქმიანობიდან, საქციელიდან, დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საკუთარი ნათესავების კეთილდღეობაზე ზრუნავდა და უკვე გაშიფრულ კორუფციულ სქემებზე და საძაგლობებზე ის ცალკბად და აგდებით საუბრობდა საზოგადოებასთან და ამბობდა, ცოლის ნათესავი, ჩემი ნათესავი არ არის და რაღაცა კინტაურის ენით გველაპარაკებოდა, მაშინ, აი ზუსტად მაშინ ვიყავი ძალიან შეურაცხყოფილი და მივხვდი, რომ ეს ბიჭი ცუდად დაამთავრებს. და ის ყმაწვილია, ხო? მას წესით ყველაფერი უნდა მას ასკეტის ცხოვრებით უნდა ეცხოვრა, მას განდეგილი ცხოვრებით უნდა ეცხოვრა, დღე და ღამე უნდა მიეცა, თუ კი ეს მისი არჩევანი იყო, ხო, პოლიტიკური ცხოვრება და ამ ხელა სიმაღლეზე უცბად ბონუსი დაეცა მას, იმიტომ რომ მისმა რა ვიცი, როგორ ვთქვა, ბრბილად რო გამოვიდა. უფროსმა მეგობარმა. ხო, მისმა უფროსმა მეგობარმა, მამობილმა, მოდი ესე ვთქვათ, ამ ხელა ეს თანამდებობა ჩააბარა. სინამდვილეს ჩვენ რა მივიღეთ? ამ ადამიანის უსაზღვრო ამბიცია და ნათესავების განსაკუთრებული სიყვარული. ძალიან ცუდია, ძალიან კარგია, ცუდი კი არ არის ნათესავების სიყვარული და მე მოუწოდებ ყველა ჩვენს ტელემაყურებელს უყვარდეთ ნათესავები, მაგრამ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ ისე, რომ საკუთარ ხარჯზე გიყვარდეთ, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში გიყვარდეთ თქვენი ნათ. მაგალითად, აი ძალიან უყვარდა ირაკლი ღარიბაშვილს, ეს არ არის სარკაზმი, ეს ესეა. ირაკლი ღარიბაშვილს თავის ცოლის ბიძაშვილი ვინმე ჯანყარაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნა, ძალიან უყვარდა, ხო, კბილებით იცავდა. ოღონდ რის ხარჯზე იცავდა? თაროზე შემოდებული ათობით და ასობით სამართლობის აღდგენის საქმეზე, ან უფლება დარღვეული ადამიანები, რომლებიც თვეობით თურმე ის რომ მოლოდინში რომ დღეს არა და ხვალ ახალი ხელისუფლება დიახ, ჩემს უფლებებში აღმადგენს და აუცილებლად დაასჯის იმ საძაგელ ადამიანს და კრიმინალს, რომელმაც მე ესეთი მდგომარეობაში ჩამაგდო და შემიქმნა. ხო, ამ დროს რა ხდება? აი ეს სუბიექტი, ვინმე ჯანყარაშვილი, ვინმე ნაცვლიშვილი, ვინმე კიდე სხვა ზედელაშვილი, ვინმე და ასე შემდეგ, ხო? აი ეს მათი კლანი თურმე ამ კრიმინალებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, იქ ფულებს იყოფენ, იქ ოფშორებში თანხებს რიცხავენ და ასე შემდეგ და ეს მომლოდინე ადამიანთა უფლება აყრილ ადამიანთა ათასობით ჯარი უბრალოდ ამაოდ ელოდა, ხო? და ჩვენ ვთქვით, რომ მე არ ვიცი, მე რო დავინახო, რომ ჩემი ნათესავი ამას აკეთებს, ის ნათესავი, რომელსაც მე ამ ხელა თანამდებობა ჩავაბარე, ალბათ ჩემზე დაუძინებელი მტერი ესეთ ნათესავს არ ეყოლება, ხო? როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება, როგორ ბედავდა, ხო? მისი სინდისი როგორ იძლეოდა ამის გაკეთების საშუალებას, რომ მას კრიშა გაეკეთებინა თავისი ნათესავი, აი ასეთი ტიპის ნათესავებისთვის. ხო, თორე ეხა თუ წითელზე გაიარა ნასვამმა და მან საკუთარი უფლება მოსილება გამოიყენა, ღმერთო ჩემო, მე იქ გვერდზე გავიხედავდი. მაინც რაღაცა სამხრეთელები ვართ და ცოტა არ იყოს არაკანონმორჩილი საზოგადოება ვართ, ხო? ამაზე თვალს დავხუჭავ. ყუშიტაშვილის დაცვაზე არ დავძრახავდით დაუშვათ. თუმცა კი ყუშიტაშვილის აი ესეთი დაცვაც მისი ხელისუფლების ნამდვილი სახე იყო, ხო, ამორალური სახე, ხო? რამდენად სამარცხვინო, გროტესკული და სასაცილო აღმოჩნდა ამ ადამიანების თანამდებობებზე ყოფნა, როდესაც მათ საკუთარი ფავორიტების ინსტიტუტი შექმნეს და ერთ-ერთი ფავორიტი, რომელიღაცა მაღალჩინოსანი მილიციონერის იყო ვინმე ყუშიტაშვილი და ამ მთელი მედია მოიცვა და მთელი ნახევარი საქართველოს გააცინა და ნახევარი საქართველოს აღაშფოთა, ხო? აი, როდესაც ესეთი კომიკური ხდება მთავრობა, ის ბუნებრივია, ჩვენ არანაირი წინასწარმეტყველების და ზებუნებრივი ნიჭი არ გაგვაჩნია, ჩვენ ვთქვით, ესე როდესაც ხდება, მაშინ ეს მთავრობა მიდის დღეს წავა, ხვალ წავა, ჩემი რასაუბრ, რატო უნდა წავიდეს? გუშინ მე აღმოაჩინო წარმატებული ბიზნეს სექტორი გვაქვს, ჩვენ საბანკო მიმართულებით. ეს რომელმა ვაჟკაცმა 20-30-ზე გავიგე ეს ხო, 20-30-ზე, აი ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე საათში ელვის უსწრაფესად ვითარდება სიტუაცია, სამთავრობო კრიზისი დგება და მთავრობა მიდის. აი ეს არის, ანუ, როდესაც მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ჩვენ ვსაუბრობ დეტალებზე, გია, მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ და დავალაპარაკოთ ჩვენს მაყურებელს. ტყვილი, ნუ ის აქსიომა ბავშვური, ტყვილს მოკლე ფეხები აქვს. ეს თურმე არავინ არ იცის. ეს ყველას გონია, რომ სადღაც ასა აქვს მოკლე ფეხები. პოლიტიკური პროცესში ტყვილს ყველაზე მოკლე ფეხები აქვს. აი ბიზნესში შეიძლება ცოტა გრძელი ფეხი ქონდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თაღლითი ყოფილა, აი მავროდი და MMM-ი და ასე შემდეგ, მათ ცოტა დიდხანს მოუწიათ მათ ტყვილებს ცოტა გრძელი ფეხები აღმოაჩნდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ისინი დამარცხდნენ, ხო?
და პოლიტიკურ პროცესში ტყვილი ყველაზე მოკლე ფეხება, ყველაზე მოკლევადიანი გადარჩენაა ტყვილი, ყველაზე მოკლევადიანი ანალგეტიკია ტყვილი, როდესაც პოლიტიკოსი უტიფრად გიყურებს თვალებში, მაგალითად ნოდარ ხადური, რომელიც აი ამ სიტუაციაზე გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად არის, მე ბიზნეს ივანიშვილზე არაფერს ვამბობ, იმიტომ რომ ეს ერთი კონკრეტული მოქალაქის კონკრეტული აზრია, რომ ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ მისი აზრი შეგვიძლია უკვე აღარც მივიღოთ მხედველობაში ყველაფერი ამის შემდეგ. აქ თავარი პასუხგებელი პიროვნებები არიან დღეს პოლიტიკაში, ვინც არის ის ხალხი. ეს არის პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით უსუფაშვილი და რაც თავარია საქართველოს პრეზიდენტი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ ტყემალაძე, ასევე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, მისი გვარი და სახელი არ ვიცი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი ეკა ბესელია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არავინ არ თქვას, რომ მათი პასუხისმგებლობა არ არის. მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა თანაწონადია, შეიძლება ცოტათი მეტიც კია, ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლების აი ამ უნიათო და უსუსური მთავრობისა. შეიძლება ითქვას, რომ მათზე უფრო მეტი ტვირთი დევს პოლიტიკური პასუხისმგებლობისა, ხოლო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ნიშნავს პოლიტიკურ გაკოტრებას. მორჩა. მე ერთი კითხვა მაქვს აი შენთან და საზოგადოებასთან. გვაქვს იმის იმედი, რომ პრინციპული იქნება პრეზიდენტი და თამაზაშვილის ხელისუფლება. აი ძალიან მინდა, იმიტომ რომ მოდი გეტყვი რატომ მინდა რომ ესე იყოს, მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა ესე. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე იმ არჩევნებზე საერთოდ არ წავსულვარ, ნუ რა ვქნა, ეს მაპატიოს ჩემმა მაყურებელმა და რადიო მსმენელმაც, მიუხედავად იმისა, მე ის ვაღიარე ყველაზე ლეგიტიმურ პრეზიდენტად ბოლო 10 წლების განმავლობაში, ყველაზე ლეგიტიმურ ადამიანად საქართველოში. და ამიტომ მე მინდა რომ ჩემი ქვეყნის ყველაზე ლეგიტიმური ადამიანი გამოირჩეოდეს პრინციპულობით და საზოგადოებასთან გვერდზე დგომით. აი ეს მინდა. რამდენადაც გიორგი ბატონი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამას გააკეთებს, მე ძალიან გული დამწყდება თუ ეს არ გააკეთა. ძალიან მეწყინება რომ ჩემი სახელმწიფოებრივი აი სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტი ყველაზე აღმატებული სიმბოლო იქნება ჩემთვის რაღაცა ისეთი იმედგამაცრუებელი და ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ბატონი მარგველაშვილი ძალიან პრინციპულ საკითხს და პოზიციას დაიჭერს ახლა. მე კიდევ ერთი შიში არ მიცემს თამაზაშვილის კლანს და უნიათოთა თუ რაღაცა ნათესაობის თუ რაღაც აი ესეთი რაღაც გაიძვერ უმაქნის დილეტანტურ რაღაცა ეს ამორფულ ეკლექტიკურ მასას საქართველოს ისევ გაძარცვის საშუალებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამისი და ნუ ვნახოთ რა. მე კიდევ ერთი შიში მაქვს რომ აი ამ პირობებში, როდესაც სადღაც უკვე გამოჩნდა ჰორიზონტზე, რომ შესაძლებელია მოხდეს სამთავრობო კრიზისი რეალური და მთავრობა არ იქნეს დამტკიცებული, შეიძლება შეეშინდეს იგივე ნაცმოძრაობას და ფაქტობრივად მანაც მხარი დაუჭიროს ახალი ეს გარდაუვალი ის ხარს დაუჭერს ქართული ოცნების ნებისმიერ ინიციატივას. რატომ? იმის გამო, რომ ეს პარლამენტის დაშლა და ახალი არჩევნები ყველაზე უფრო მეტად ეშინია ნაცმოძრაობას ახალი არჩევნების. ეს არის მისთვის პოლიტიკური სიკვდილი და განაჩენი. ამ შემთხვევაში ისინი იქნებიან კვლავ ერთად და აი ეს გამოაჩენს ეს კარგი იქნება თუ პრეზიდენტი არ დაუჭერს ახალ მთავრობას ხარს, მაშინ იძულებული გახდებიან ესენი რომ ესე იგი ეძიონ მოკავშირეები ისევ კიდევ ერთხელ ეძიონ მოძრაობაში მოკავშირე როგორც ერთხელ უკვე მოხდა როგორ ფიქრობ გია ეხლა არ მიდის კულუარული საუბრები სუფაშვილსა და ბაქრაძეს შორის საზოგადოება უნდა მკაფიოდ დაინახოს რომ ეს არის ერთი სახის ორსახოვანი ასე ვთქვათ იანუსი. აი ეს იქნება ძალიან კარგი და ეს არის მთავარი ამ პირობებში მე ასე მგონია და როდესაც პრეზიდენტი მხარს არ დაუჭერს მოგეხსენებათ რა პროცესებიც მიდის უკვე 94 დეპუტატი დაჭირდებათ ახლა პირველ გადაძახილზე თუ ჩვენმა საზოგადოებამ ვერ აღმოაჩინა რომ ასე ვთქვათ ნაცმოძრაობამ დესანტირება გაუკეთა თავის 8 თუ 9 დეპუტატს თუ 10 დეპუტატს არ მახსოვს ზუსტად ესე იგი ოცნების ჯგუფში და ამით გადაარჩინა მთავრობა და გადაერჩინა საკუთარი თავი, რომან ჩატარებულიყო ხელახალი არჩევნები, ანუ ადამდელი არჩევნები. ეს მოხდა უკვე ერთხელ, მაგრამ ეხლა უკვე განმეორებით თუ პრეზიდენტმა ეს გააკეთა და არ დაამტკიცა ვინმე თამაზაშვილის მთავრობა ხელახლა, ხო? ჩვენ დავინახავთ, რომ მათ მოუწევთ ერთობლივად ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება. ხო. აი ეს ძალიან უსიამოვნოდ გავაკვირდებათ აიმ არმიას, ფანატიკოსთა არმიას, რომლებიც ვერაფერს ვერ ხედავდნენ აქამდე ქართული ოცნების მიერ ჩადენილ ხარვეს, აი ესე უტიფრად და ჯიუტად სოციალურ ქსელებში, პირად საუბრებში ასე ბოლომდე აწვებოდნენ, როგორც იტყვიან, რომ ქართული ოცნების მთავრობა და ეს ხელისუფლება არის კარგი.
ხო, აი მისი სიკარგე ეხლა გამოჩნდება ძალიან მალე, თუკი პრეზიდენტი დაიჭერს პრინციპულ პოზიციას და იქნება ქართული ოცნება იძულებული გახდება ნაცმოძრაობასთან ერთად ერთი პოზიციით გამოვიდეს, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს ჭირდებიან. აი მაშინ დაინახავთ ვინ არის კარგი, ვინ და არ ვიცი, თუკი იმ ადამიანების გონებას კიდე აქვს ანალიზის ვინ არის, ხო და თუკი აქამდე ვერ მოახერხეს, აი ამ რეალობის აღქმა, რომ ქართული ოცნება ყვებავს ნაცმოძრაობას და ნაცმოძრაობა ყვებავს ქართულ ოცნებას, მაგრამ მიუხედავად მათი აი ესეთი წყალებში ძალიან ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისა, ამან ვერ გადაარჩინა პოლიტიკური კრახი ქართული ოცნების მთავრობის, ხო? ეს მიმართული ეს პროცესები არის ყვარანაირად ნაცმოძრაობის წინააღმდეგ. ეს პროცესები იყო მიმართული ქართული საზოგადოების არჩევანის წინააღმდეგ, ყველა ჩემ წინააღმდეგ პირადად მე სხვა ვინც ახლა ამას ვერ ვგნობს, იმაზე ვერ ვისაუბრებ. ასევე ჩემ წინააღმდეგ. ჩემ წინააღმდეგ მე პიროვნულად ასე ვიტყვი, იმისათვის რომ წესიერი საზოგადოება გაედადგურებინათ და ფსევდო ოპოზიციით შეევსოთ ის ნიშა, ის ესე იგი შეცდომები, ის გადაცდომები დაეფარა და გადაებრალებინათ ვინმესთვის. ამ პოლიტიკის ლიდერი და სამწუხაროდ ამ პოლიტიკის მთავარი ხელშემწყობი უკვე აღმოჩნდა მათი შეფი, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოში არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ლეგიტიმური ოპოზიცია და ამას ის ამბობდა 2 კვირის წინ. და ამას რაც მთავარია ქართულმა საზოგადოებამ ყურადღება არ მიაქცია თუ რისკენ იყო ეს მიმართული. აი ამიტომაც მინდა რომ თვალსაჩინოებისთვის მოხდეს ის რაც მოსახდენია, რომ ერთ პოლიტიკურ დაფაზე ერთად აღმოჩნდეს ეს ორი ვითომ და დაპირისპირებული ისინი ერთმანეთის სულიერი ნათესავები არიან და რატო? ეხლა ბიძინა ივანიშვილის განცდა მე არ მინდა კიდევ ერთხელ გავაკრიტიკო ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ნუ იძულებული ვარ, იმიტომ რომ როდესაც მან 2 კვირის წინ განაცხადა, რომ ყველა ის, ვინც მის ეფექტურ წყალებში თავრობას აკრიტიკებს, ნაცმოძრაობის წისქვილზე ასხავს წყალს, ეს გვეხებოდა ჩვენს და ყველა დანარჩენ საზოგადოებას, ვინც იყო უკმაყოფილო იმ განვითარებული პროცესებით, რაც ხდებოდა სამართლებრივ სივრცეში, პოლიტიკურ სივრცეში, ეკონომიკურში, სოციალურში და ასე შემდეგ. ხო, თურმე ყველა ჩვენ უნდა ყოფილიყავთ აღტაცებულნი, კმაყოფილნი მიუხედავად იმის, რომ ჩემის პენსია განახევრდა, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლები და პერსპექტივა დამატებითი სამუშაო ადგილებისა გამორჩეთ, დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რამდენიმე ნაცნობის საშუალო და მცირე ბიზნესი დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი საბანკო საკრედიტო ვალდებულებას ვეღარ ასრულებს და ბანკთან იმ პროცენტებს ვეღარ იხდის, იმიტომ რომ გაუფასურდათ შემოსავლები და ასე შემდეგ. მაინც უნდა გვეთქვა, რომ რა კარგია ვაშა და ვაშა. თუკი ამას არ ვიტყოდით, ესე იგი ჩვენ ნაცმოძრაობის წისქვილზე ვასხავთ. კიდევ ერთი რაც თქვენ ჩვენ მოქალაქეებს მინდა რა რის ფასმა მოიკლო პირველ რიგში თქვენი ვინც მესაკუთრე ხარ, თქვენი საკუთრების ფასმა მოიკლო. აი ნახეთ, რამდენი ღირდა თქვენი ბინა დაუშვა თუნდაც 4 თვის წინ და დღეს რაღაც რაც მოიკლო ის არის თქვენგან მოპარული თანხა რომ იწოდეთ წარმოდგენა რო გქონდეთ ამას. ამიტომ მინისტრობა, მოდი ესე ვთქვათ, თუკი ჩვენს საზოგადოებასა და ტელემაყურებელს მაინც შეხსენება ჭირდება, არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მინისტრი პოლიტიკური თანამდებობა მას რატო ქვია? რატო ქვია ხო იმ მინისტრის პორტფელს? იმიტომ რომ აი მისი არაეფექტური ერთ დღეს, თუნდაც ერთ წამში დაშვებული შეცდომა აისახება პირდაპირ თქვენს პოლიტიკურ სივრცეზე, თქვენს ცხოვრებაზე. ხო, აი მაგალითად იგივე ეს თემა ამ ხელისუფლების, ამ მინისტრების, ამ აი საძაგელმა საქმიანობამ, რაღაც კორუფციულ კლანურ ნეპოტისტურმა საქმიანობამ თქვენ შემოსავლები დაგაკლოთ. თქვენი ქონება, თქვენი ქონების თვითღირებულებამ დაიკლო. და ასე თქვენი პერსპექტივა ბიზნესის განვითარებისა, რეინვესტირებისა, დამატებით თანხების მოძიებისა შემცირდა იმის პროპორციულად, რა პროპორციულადაც მოხდა ლარის დევალვაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვა შორის დემურმა გიორგი ხელიძემ როდესაც ჩვენი სტუმარი იყო, მან დასვეს შესანიშნავი შეკითხვა, ძალიან მარტივი შეკითხვა. კი, მაგრამ როდესაც ბანკი კრედიტს აძლევს დოლარში მოქალაქეს, რომლის შემოსავალი ტოტალურად 100-დან 100% არის ლარი და მას სხვა შემოსავალი არ გააჩნია, საიდან უნდა იშოვოს მან დოლარი? ხო, ეს ხო ბუნებრივია რა. ხო, ამიტომ ის ერთმანეთთან მიზეშედეგობრივ კავშირში ეს კორპორატიულ კარტელურ ოლიგოპოლიური საბანკო სექტორი, სხვადასხვა ბიზნეს სექტორები ხელისუფლებასთან, მათ ძალიან კარგად
ერთმანეთთან ძალიან წარმატებით ითანამშრომლეს, გარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი უკვე დღეს ყოფილი ჩინოვნიკის შემოსავლებში, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია უკვე, რამდენი რაღაც ძალიან ბევრი უკვე კერძო ნაკვეთი საქართველოში თუ მიწის ნაკვეთი საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ და ბიზნესში წილები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საკუთარ ნათესავებზე თუ მამალზე გაფორმებულიან იგივე ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიებით, ხო? ეს ხომ ესეა. ამას დავინახავთ ჩვენ, ვისაც აინტერესებს ამის მონიტორინგი, მან გაადევნოს თვალყური ყოფილ ჩინოვნიკებს, ამ გაიძვერა ადამიანებს და ნახავს ისინი თანამდებობის დატოვების შემდეგ როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ, ხო? ამას აი როგორც ვინმე გელა რა გვარი იყო, პირველი კვერცხების სკანდალს რო შეეწირა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო ერთ-ერთი ჯანყარაშვილთან ერთად, რომელმაც ერთ-ერთი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ვიდეო გაასაჯაროა და ამის გამო მოხსნეს, ხო? ხვედელიძე, ხო, ჩვენ დავინახეთ, რომ ის მას წესით უნდა მიეღო მხოლოდ და მხოლოდ პენსია, თანამდებობის დატოვების შემდეგ ის დაკავებულიც იყო სიმბოლურად, რა თქმა უნდა, მეორე დღეს ის თავისუფალი იყო და ვერაზე ცხოვრობს აგერდა. ხო, ჩვენ მე გავოგნდი, როდესაც რამდენიმე თვის შემდეგ ეს სუბიექტი დავინახე იმის თარხნიშვილის და გუდაურის ქუჩის კუთხეში, ესეთი 130,000 ლარად ღირებული Toyota Land Cruiser 200-ით პერსონალურ საკუთრებაში, ხო, ანუ რას ნიშნავს ეს? მან ეს თანამდებობა იმ რამდენიმე თვეში იმდენად ეფექტურად გამოიყენა, რამდენიმე მილიონი მას უკვე ჩაჯიბული ჰქონდა და ეხა მას ერთი კვირა კურორტზე დაასვენებდნენ და დაიჭერდნენ და მერე გაუშვებდნენ და თავზე ხელს მისი მორალისთვის ეს შეურაცხყოფელი არ იყო. მისი მორალისთვის არ იყო ის შეურაცხყოფელი, რომ მან ესე სამარცხინოდ დაამთავრა თავისი მაღალი თანამდებობის ეს კარიერა. ხო, აი ეს სამად გააგდეს, იძულებულები გახდნენ და იმიტომ გააგდეს, თორე არ გააგდებდნენ ამ ხვედელძეს. იგივე ჯანყარაშვილმა. ეს ანუ მას არანაირად სინდის აი ხა მე დარწმუნებული ისო თანამდებობიდან წავიდა, მას იზღამე ზუსტად ისევე მშვიდად ეძინა, როგორც იმის წინაღამეს. მან ვერც იგნო რომ სამარცხინოდ გააგდეს, ხო, ამ პროცესიდან რა. როდესაც ესეთი ადამიანები მოდიან ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე, რომელთაც არ გააჩნიათ არც ღირსება, არც თავმოყვარეობას, ნუ სინდისი აღარ ელაპარაკი, იმიტომ რომ ღირსება და სინდისი ერთმანეთთან ერთმანეთის ძალიან ახლო ნათესაობები არიან. თუ ადამიანს სინდისი აქვს, მას ღირსებაც გააჩნია. სინდისი სად უნდა იყოს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, მხოლოდ ერთი მიზნით, თუ პირადი კეთილდღეობა და მოეწყოთ ცხოვრება. მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებმაც არაერთხელ ქართული საზოგადოება მოატყუეს, დაწყებული სამოქალაქო ომში, მონაწილეობა დამთავრებული, გაყალბებული არჩევნები და მუდმივი თვალის დახუჭვით იმ პრობლემებზე. ამ ნიშნით არიან შეჩვეულები. ამიტომაც ქართულ საზოგადოებას სჭირდება ხელახალი არჩევნები, ხოლო ხელისუფლებაში მყოფ ძალებს ეს არ უნდა და რაც შეიძლება მეტად უნდათ გაწელონ ეს პროცესი. თან რა არის? თან ყოველდღიურად გეუბნებიან და მეც მეუბნებიან ბატონებო თქვენთან ერთად, რომ ჩვენ ვარ ძალიან ღარიბ ღატაკიერი არა და სინამდვილეში ხომ ასე არ არის, ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ნავთობიც აქვს, გაზიც აქვს, პორტებიც აქვს, გემებიც ყავდა, რომელიც მოპარეს და დღეს ეს პორტები ვის ხელშია ღმერთი უწყის. ჩვენ გასასვლელი გვაქვს ევროპიდან ცენტრალურ აზიაზე, ჩვენ ტერიტორიაზე გადის ნავთობის და გაზის უზარმაზარი სატრანზიტო მაგისტრალი და ვიყავით დღესაც ვრჩებით ლიდერ ქვეყანად წინა აზიაში, შუა აზიაში ამ გზაზე. ჩვენ გარეშე თუ კი ჩვენ სახელმწიფო გვექნება, ვერანაირი პრობლემები ამ რეგიონებში ვერ გადაწყდება. თუ ჩვენ თავს თვითონ არ შეურაცხყოფ და თუ კი ვიღაცის ძევლები არ ვიქნებით, აი ესეთი ხელისუფლების როგორი ჯერ იყო შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილი და შემდეგ ესენი არიან, ჩვენ ნამდვილად წარმატებული სახელმწიფო გვექნება და წარმატებული ერი ვიქნებით, მაგრამ თუ ჩვენ გავაგრძელებთ ასე თვალის დახუჭვას იმ პრობლემატიკაზე, რაც საქართველოშია. თუ ჩვენ გადავიტანთ დღეს იმით, რომ აი მე ხომ ვიშოვე რაღაცა ჩემი შვილებისთვის მისატან, მე ხომ დღევანდელი დღე გადავაგორე. მოდი მე მოვიპარავ დღეს ცოტა რაღაცას და ჩემი კუჭი სავსე იქნება, ხვალინდელ დღეზე არ ვიფიქრებ ოღონდაც. ამ პრინციპით თუ ვიცხოვრებ, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ბუნებრივია, ამიტომაც მე ვამბობ, რომ ხელისუფლებამ, აი ხა დღეს დაგვირეკა, მოქალაქემ რადიოში, რამაც მე ძალიან ალბათ თავი უნდა შემეკავებინა, მაგრამ ძალიან გამაბრაზა, რატომ? აი ამ მიმდინარე მოვლენების ფონზე, აი ეს მოქალაქე საკმაოდ ისეთი კუთხური აქცენტით ძალიან მკაცრად გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ვართ უმადურები და ჩვენ აუცილებლად უდიდესი მადლობა უნდა გადაგვეხადა ბიძინა ივანიშვილისთვის, რამე თუ ეს ძალიან უყვართ ხოლმე ესეთ ადამიანებს, ამ სიტყვის ხმარხმარება, რამე თუ მან მოახერხა და დაამარცხა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი. მოდი ესე ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არ დაამარცხა ერთმა კაცმა.
მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დავამარცხეთ ჩვენ თქვენთან ერთად და ჩვენ ამ მამაკაცს ვეუბნეოდით რომ თქვენ დაამარცხეთ ბატონო რატო აბრალებთ სხვას თქვენ ხართ გმირი რატო თვლით რომ გმირი არის სხვა ხომ მაგრამ მას იმდენად იყო ეს გამჟდარი მესიანისტური რაღაცა პატრონკმური დამოკიდებულება რომ ან ვერც ერთ მომენტში ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ ჩვენ რადიოს პირდაპირ ვერც ერთ მომენტში ვერ დაუშვა ის თეორიულად რომ მასაც რაიმე წვლილი აქვს შეტანილი ტირანის წინააღმდეგ ბრძოლაში რატომ იცი ადამიანს უთხრეს რომ შეგაბ ღარიბ ღატაკი მას დიდარი ადამიანი თავის ბედნიერებას ძნელად ათვლობს მაგრამ ღარიბის აი გაჭირებული ისტორიულად ასეა რომის იმპერიაშიც ასე იყო უბედურ გაუბედურებულ ადამიანს ადვილად მართავ შენ რომ უთხრა შენერსო შენ ოქროც აგაკ ნავთობიც აგაკ გაზიც გაგ ზები გა ყველაფერი მაშინ კაცი იტყვის რომ დიდარი ვარ მე ვითხოვ ჩემ ბედნიერებაში ჩემ სახელმწიფო ბედნიერებაში ჩემ წილს და მომეცი ჩემი წილი ბედნიერება და საშუალება რომ ეს გამოვიყენოთ ჩემი ქვეყნის და ჩემი ინტერესების სასარგებლოდ მაგრამ არა შენ უნდა იყო უკანასკნელი ადამიანი ამ სამყაროში და ყველაზე უფრო გაჭირვებული ამ შემთხვევაში შენ ადვილად სამართავი ხდები ეს არის ყველა იმ ხელისუფლების პრინციპი რომელიც დღემდე საქართველოში და მათთვის მართვადი მედია მათი მხრიდან უბრალოდ მართვადი მედია ამ ადამიანებს ბოლო ნუ სულ მინიმუმ 12 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლიდან ეს გააქტიურდა ძალიან აი მედიის როლი პროპაგანდისტული მედიის როლი ამ ადამიანებს და მთლიან საზოგადოებას უმტკიცებს რომ საზოგადოების ციღატაკე არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა და არასოდეს ისინი რაც არ უნდა კარგი ხელისუფალი იყოს და ხო მიხეილ სააკაშვილი ატყუებდა ყველას რომ ჩემზე უკეთეს დედამიწაზე ჯერ არ დაბადებულაო მეორე მესია ვარო ხო ყოველ გადაცემაში მაგას ამბობდა ხო მიხეილ სააკაშვილი ხო ის ამავე დროს უმტკიცებდა საზოგადოებას რომ შენ რო ღარიბ ღატაკი ხარ და შენ რო ყოველდღიურად იბრძვი გადარჩენისთვის ეს შენი ბუნებრივი მდგომარეობაა შენ სხვა მეტი არაფერი არასოდეს არ გეკუთვნის აი საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა ეს დაიჯერა დღემდე მათ გონიათ რომ კეთილი ბოიარი არის მისი გადამრჩენელი ხო კეთილი ლორდი ვიღაცა იქ გამგებელია იქ რაღაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელია იქ ვიღაც არ აქვს მნიშვნელობა ხო რომ ჩვენ ხედავთ და ძალიან წყინს ხოლმე როდესაც ესეთი ჩინოვნიკი საშუალო დონის გაქცევული ჩინოვნიკი როდესაც სადმე ამაყად ზვირფასი მანქანით მიდის და მოსახლეობა გაღარიბებული მოსახლეობა როგორი თვალებში შეესწინებს და რაღაცა ცდილობენ მისი ღიმილი დაიჭირონ ან სახეზე გამოხატონ რაც შეიძლება კეთილგანწყობა ბატონებო ეს არ არის საშუალება ეს არ არის მეთოდი მე აგერ გიამ ძალიან კარგად ახსნა ხო ირიქით ხელისუფლება მართლა ძალიან ატყუებს ხალხს როდესაც ეუბნება რომ საქართველოს მეტი საშუალება არ აქვს საქართველოს აქ იმდენი პოტენცია ეკონომიკური პოტენცია და დღეს უკვე არსებული საშუალებები რომ თითოეული მოსახლე შეიძლება ცხოვრდეს საშუალო ევროპელი ბიურგერის დონეზე მაგრამ სწორედ იმიტომ რომ არასწორად ხდება რაღაც მომხვეჭელობითა და ბოროტებით ხდება ამ სახელმწიფოს მართვა და მარტო პირადი ინტერესების გათვალისწინებით ხდება ჩვენი სახელმწიფოს მართვა სწორედ იმიტომ ვერ აღწევს ეს სიკეთეები რიგით მოქალაქემდე ხო თანაბრად არ ნაწილდება ეს სიკეთეები და სოციალური საბაზრო ეკონომიკა და სახელმწიფოს მოწყობა ამ პრინციპზე სწორედ ეს არის ესე უნდა ექნა ქართულ ოცნებას რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ამ ეს უდიდესი გამარჯვებით და ამ ხელა მხარდაჭერის ხარჯზე მოვიდა ხო მას პირველივე დღიდან ამ მიმართულებით უნდა ემუშავა მაგრამ მან მამონას მონობა არჩია ხო ამიტომ ვერცხლის მოყარეობა არჩია ჭეშმარიტებას და ჩემი მხრიდან იცოდეს პირველმა მოქალაქემ და უკანასკნელ მოქალაქამდე კითხვები დაისმება რატომ რისთვის ვის ინტერესებშია ჩვენ ამ კითხვებს დავსვავთ ჩვენ ვიცით რომ რამდენი უნდა მოვითხოვოთ და ჩვენი მოთხოვნები ჩვენ არ გადავდივართ არანაირ ზღვარს რაც ქართველებს ეკუთვნის რაც ჩვენ გვეკუთვნის პირადად რაც მეკუთვნის მე რაც ეკუთვნის მაგრამ ჩვენის უნდა მივიღოთ და არანაირად ჩვენ არ ვაპირებთ ამ ესე იგი დაწევას ამ ნიშნულის რაც შეიძლება ქვემოთ აი რაც პირველ მოქალაქეს უნდა დღეს რაც გვეკუთვნის რაც საზოგადოებას ეკუთვნის საზოგადოება მის უნდა მიიღოს ბუნებრივია ეს სიკეთე უნდა მიიღოს და ყველაზე მთავარი რომ მაინც იმაში არ ჩაგვეთვალოს რაღაცა დემაგოგიურ პოპულისტურ განცხადებებში პირველ რიგში თუკი ხელისუფლება დაიწყებს ბენდუქიძის მიერ შემუშავებული ეკონომიკური სისტემის დემონტაჟს მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლას. პირველი ყველაზე აგრესიული მონოპოლია, რომელიც ხელს უშლის ეკონომიკისა და საზოგადოების გაცოცხლებასა და კეთილდღეობაში ყოფნას. ეს არის საბანკო მონოპოლია. როგორც კი ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება ის სტატუსი, რომ მან უნდა აწარმოოს ქვეყანაში არსებული საბანკო პოლიტიკა და მკაცრი რეგულაციები, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას უნდა იყოს საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხით.
ხო, ბუნებრივია. ხო, როგორც კი საბანკო მონოპოლია დამთავრდება ქვეყანაში, როგორც კი ეს ბაზარიც განთავისუფლდება სხვა კომპანიებს, საბანკო კომპანიებისთვის, რომ შემოვიდნენ საქართველოში, როგორც კი კონკურენტუნარიანი გახდება ქართული საბანკო სფერო. მაშინათვე გაჩნდება დაფინანსების წყაროები სოფლის მეურნეობისთვის, სტარტაპისთვის, შეღავათიანი კრედიტები, უძრავი ქონების ბაზარზე, გაჩნდება თანხები, მორტგეიჯები და ასე შემდეგ. ანუ მაშინათვე დაიწყებს, მაგრამ როდესაც მონოპოლიზებული აქვს 3 თუ 4 აი ამ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომლებიც ბანკის მაგივრად არის რაღაცა ესეთი განგსტერული რეკეტის ესეთი სამევახშეო ბანკები, ხო? სასაცილო რა არის, იცი, სოფლიოში უდიდესი სახელმწიფო, უძლიერესი სახელმწიფოს მეთაურებს აკრიტიკებდნენ იმაში ისტორიულად, რომ ის დიდ სუბსიდიებს გასცემდა სხვადასხვა ბიზნესების და ხარდასაჭერად აი მონეტარისტები სულ ამაში აკრიტიკებენ, ეს იყოს ავსტრია დაუშვით ისტორიულად თუ აი დღევანდელ დღეს მე ვთქვი კიდევაც ობამას მთავრობას, ხო? მაგრამ ყველა იმ ქვეყანაში, ვინც პატიოსნად ჩაატარა სუბსიდირების პროცესი, ანუ ახალი ბიზნესების დაფინანსების, ხალხის ფეხზე წამოდგომის, თანასწორი საბაზრო სისტემის შექმნის და ასე შემდეგ, ყველა იმ ქვეყანამ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ძალიან ვიწრო დროში. მხოლოდ ასეთ მაფიოზურ დაჯგუფებას, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროშია, შეუძლია ასეთი და სხვა აგრეთვე სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სხვაგან დარგობრივ სამინისტროში. მხოლოდ ასეთ მართვას შეუძლია მიგვიყვანოს უარყოფით სისტემამდე, კოლაფსამდე და აი ამ გაბერილ ბიუჯეტზე კიდევ აფეთქება რომ აი ყველაფერი ამის მაგალითი არის დღევანდელი სისტემა. ეხლა კონკრეტულად რო განვიხილოთ, შორსწავა დრო აღრჩება ამისი, მაგრამ ხო ყოველდღე ხვდებით ამ პრობლემას. აი ეს არის თავი და თავი. სანამ ეს ადამიანები მართავენ სახელმწიფოს მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან, აინტერესებს მხოლოდ პირადი გამდიდრება და ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო არ აინტერესებს, შედეგები იქნება ეს. ბუნებრივია, ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ ამოიწურა დრო, ამოიწურა ხვალდილას გვისმენთ რადიო სიხშირე 107.9-ზე საქართველოს ხმაზე, პრეს რევიუ 10-ის ნახევარზე, ხოლო 3 საათზე ისევ თქვენთან ერთად და ხვალ სავარაუდოდ ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და მასთან ერთად განვიხილავთ უკვე თბილისში მიმდინარე პროცესებს და იმ ხარვეზებს, რომლებიც დღეს არის. მადლობა ყურადღებისათვის, სამწუხაროდ დრო არ მეყოდა დიდი ბოდიში. ნახვამდის.